ვინ შეგქმნა შენ და რისთვის? ყველაფერი მიუთითებს შემქმნელის არსებობაზე. ვინ შექმნა ცები, მიწა და ყოველივე ის, რაც მათშია? ვინ შექმნა უდიდესი ქმნილებები, რომელთა დაფარვაც შეუძლებელია? ვინ შექმნა ეს დახვეწილი ზუსტი სისტემა ცასა და დედამიწაზე? ვინ შექმნა ადამიანები და უწყალობა, მას სმენა, ხედვა, მისცა მას იმის შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს, მიიღოს ცოდნა და მიაღწიოს ჭეშმარიტებას? როგორ ახსნი იმას, ვინც შექმნა შენი და დანარჩენი ცოცხალი არსებების სხეულის ნაწილები დახვეწილად? როგორ არის ორგანიზებული და სტაბილიზირებული ეს დიდი სამყარო თავისი კანონებით, რომელიც იდეალურადაა დარეგულირებული ამდენი საუკუნეების განმავლობაში? ვინ დააფუძნა ეს სისტემა, რომელიც მართავს ამ სამყაროს სიცოცხლეს, სიკვდილს, დღეს, ღამეს და სეზონების ცვლილებებს და რატომ სწამს ადამიანს ისეთი რამეების არსებობის, რომელთაც ვერ ხედავს, მაგალითად აღთქმა, გონება, სული და სიყვარული? თუ იმიტომ, რომ ხედავს მატერიალურ სამყაროს? და როგორ უარყოფს ადამიანი ამ უდიდესი ქმნილებების შემქმნელის არსებობას, როცა ის ხედავს ამ ქმნილებებს, თუ როგორ შექმნა მან ისინი მისი მოწყალებით? თუ ეს არსებობა შეიქმნა თავისით, თუ არაფრისაგან მოვიდა, თუ შემთხვევით იპოვეს, არ დაიჯერებს არავინ, რომ უთხრა ეს საცხოვრებელი გაჩნდა ისე, რომ არავის აუშენებია ის, ან რომ უთხრა მას არ არსებობს ამ საცხოვრებლის შემქმნელი? და როგორ დაუჯერებს ადამიანი იმას, ვინც ამბობს, რომ ეს დიდებული ქმნილებები არაფრისაგან შეიქმნა? ან როგორ მიიღებს საღადმოაზროვნე ადამიანი იმას, რომ ეს უნიკალური არსებების სისტემა შეიქმნა შემთხვევით? დიდებული ალლაჰი ბრძანებს, განა ისინი არიან შექმნილი არაფრისაგან, თუ თვითონ არიან შემოქმედნი? თუ მათ შექმნეს ცანი და მიწა, პირიქით ისინი არ ირწმუნებენ მას. წმინდა და დიდებული ალლაჰია ერთადერთი შემქმნელი და მას აქვს უმშვენიერი სისახელი და ატრიბუტები, რომელიც მიუთითებს მის სრულყოფილებაზე. მისი სახელებიდანაა ალ-ხალიყ, შემქმნელი, არ-რაჰიმ, შემწყალებელი, არ-რაზაყ, სარჩოს მბოძებელი, ალ-ქერიმ, უწმინდესი. ხოლო სახელი ალლაჰი ყველაზე ცნობილი სახელია წმინდა და დიდებული ალლაჰის სახელთა შორის. ალლაჰი ბრძანებს თავის ყურანში, თქვი, ის ალლაჰი ერთადერთია, ალლაჰი თვითკმარია, არ შობილა და არც უშვია და არც არავინ ყავს არ არის მისი ბადალი. ის არაფერზეა დამოკიდებული, პირიქით ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. თქვა დიდებულმა ალლაჰმა, არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, მარა ცოცხალისა, მარადიულისა, თვლემა არ ეუფლება მას და არც ძილი. მისია, რაც ცაშია და ქვეყანასა ზედა და მის წინაშე არავის შეუძლია იშვამდგომლოს თუ არა მისი ნება. მან იცის, რაც მათ უწინაა და რაც მათ შემდგომა. ისინი კი მის ცოდნისგან მხოლოდ იმას გაწვდებიან, რასაც ის ინებებს. მისი ტახტი გარემოიცავს ცათა და ქვეყანას და მისი დაცვა არ უმძიმს მას და იგი უზენაესი დიდებულია. ისაა ღმერთი, რომელმაც შექმნა ეს დედამიწა. ისაა ღმერთი, რომელმაც შექმნა ცები და რაც მათ შორისაა უდიდესი ქმნილებები. ისაა, რომელმაც შექმნა მზე, მთვარე, დღე და ღამე და ესაა დახვეწილი სისტემა, რომელიც მიუთითებს მის სიდიადეზე. ისაა ღმერთი, რომელმაც დაგიმორჩილა ჰაერი, რომლის გარეშედაც ვერ იცოცხლებ. ისაა, რომელიც აულენს შენთვის წვიმას. ისაა, რომელმაც დაგიმორჩილა ზღვები და მდინარეები და ისაა, რომელიც გაძლევს სარჩოს, როცა იყავი ემბრიონი შენი მშობლის მუცელში და არ შეგწევდა არაფრის ძალა. ისაა, ვინც შექმნა შენთვის გული, რომელიც ფეთქავს შენი გაჩენის დღიდან სანამ არ გარდაიცვლები. ალლაჰი ამბობს, ალლაჰმა გამოგიყვანა თქვენ დედათა მუცლებიდან მაშინ, როცა არაფერი გაგეგებოდათ. მან კი მოგცათ სმენა, მხედველობა და
გულნი, რათა ეგების მადლიერნი ყოფილიყავით. ნუ თუ ფიქრობ, რომ ალლაჰმა ყველა ეს ქმნილება ყოველივე მიზანის გარეშე შექმნა, ნუ თუ შექმნა გასართობად, როცა ის სამყაროების მართველია, რისთვის იმყოფები ამ ქვეყნად და რა იქნება სიკვდილის შემდეგ, რა იყო შენი შექმნის მიზანი. ღმერთმა წარმოგზავნა შუამავლები, რათა გაგეცნო შენი არსებობის მიზანი და თუ რა სურს ღმერთს შენსგან. ალლაჰმა წარმოგზავნა შუამავლები, რათა ემცნო შენთვის, რომ ის ერთადერთია, რომელიც იმსახურებს თაყვანისცემას. შუამავლებმა გამცნეს თუ როგორ უნდა სცემას თაყვანი, გამცნეს მისი ბრძანებები, აკრძალვები, გამცნეს თუ რა არის სიკეთე და როგორ უნდა აკეთო ის, რა არის სიბოროტე და როგორ უნდა დაიჭირო მისგან თავი შორს. მათ შორის ბოლო შუამავალი იყო მუჰამმედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ და მას გარდმოულინა ალლაჰმა ყურანი. და გამცნეს შენ შუამავლებმა ამ ქვეყნიური ცხოვრების შესახებ, რომ ის გამოცდა ნამდვილი ცხოვრება დაიწყება შენი სიკვდილის შემდეგ. ღმერთი ამბობს, ნუ თუ ფიქრობთ, რომ შექმნით ამაოდ და რომ თქვენ არ იქნებით დაბრუნებულნი ჩვენთან, ადამიანი, რომ მუსლიმი გახდეს, მას ევალდებულება 6 საფუძვლის რწმენა. პირველი ალლაჰის რწმენა არის, მეორე ანგელოზების რწმენა არის, მესამე მისი წიგნების რწმენა არის, მეოთხე ყველა შუამავლის რწმენა არის, მეხუთე ბოლო დღის რწმენა, რომ ალლაჰი გააცოცხლებს პირველივე ადამიანიდან ბოლო ადამიანამდე ყველას და ვინც ირწმუნა შეიყვანს სამოთხეში და ვინც არა ჯოჯოხეთში. მეექვსე ბედისწერის რწმენა, რომ ალლაჰმა იცის ის, რაც უწინარეს იყო და რაც უნდა მოხდეს მომავალში, რომ ალლაჰმა წინასწარ დაწერა ყველაფერი. ისლამი ყველა შუამავლის რელიგია და არა მხოლოდ არაბების. ღმერთი ბრძანებს და არ წარგვიგზავნია თუ არა მოწყალე სამყაროთა ზედა. ღმერთი ბრძანებს, ვინც ეძიება სხვა რელიგიას გარდა ალლაჰისა, საიქიოში იქნება განადგურებულთაგანი. და ისლამი ის რელიგია, რომლის გარდაც ალლაჰი არ ღებულობს სხვა რელიგიას. ალლაჰმა შეგქმნა შენ და მასთან დაბრუნდები. ამ ქვეყნად მოქცა საცხოვრებელი, რათა გამოგცადოს მასში თუ ვინ არის საუკეთესო საქმით. დარწმუნებული იყავი იმაში, რომ ეს ქვეყანა ხანმოკლეა, როგორც სიზმარი და არავინ იცის როდის მოკვდება და რა პასუხი გექნება შენ გამჩენის წინაშე იმაზე, რომ რატომ არ მიყევი ჭეშმარიტებას და რატომ არ გაჰყევი შუამავლების ბეჭედს მუჰამმედ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამს. ღმერთმა გაგაფრთხილა იმის შესახებ, რომ ვინც გაყვება ურწმუნოებს, რა ბედი მოელით საიქიო ცხოვრებაში. ღმერთი ბრძანებს, ხოლო რომლებმაც უარყვეს და მოიტყუეს ჩვენს აიათებზე, ისინი არიან ჯოჯოხეთის მკვიდრნი და დარჩებიან მასში მარადიულად. არ გექნება თავის გასასამართლებელი, როცა შენ მიატოვე ჭეშმარიტება და გაჰყევი შენი წინაპრების მამა-პაპანის გზას, როცა ალლაჰმა გიბრძანა რომ გაჰყვე მუჰამედ შუამავლის გზას. თუ ირწმუნებ ჭეშმარიტი რწმენით, ალლაჰი კპირდება შენ ყველა საქმიდან გამოსავალს და სარჩოს იქიდან, საიდანაც არ ელოდები. ღმერთი ამბობს და ვისაც ეშინია ალლაჰის, დაუდგენს მას გამოსავალს და დააპურებს იქიდან, საიდანაც არ ელოდება.
და რა უნდა გააკეთო, რომ შემოხვიდე ისლამში? ეს იოლი საქმეა და არ საჭიროებს არავის დასწრებას და რაიმე განსაკუთრებულ რიტუალს გარდა ორი რამისა. პირველი, რომ დაამოწმო არ არსებობს ღირსეული თაყვანისცემისა გარდა ალლაჰისა და მეორე, რომ მუჰამმედი მისი მონადა მოციქულია და თუ წარმოთქვავ არაბულად სასურველია, თუ არ შეძლებ წარმოთქვი შენს ენაზე და შენ მუსლიმანი ხარ. وآخر دعوانا إن الحمد لله رب العالمين.